სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა, მე ვფიქრობ, რომ მეგონი 800 კითხვა დაგროვდა, იმ 800 კითხვაში ეს არის მარგალიტი. შემიძლია ნომერ პირველი ადგილი მივანიჭო, არა მარტო კითხვას, არამედ პასუხსაც. აი, კარგ კითხვას ნახეთ რა მაგარ პასუხს. ეს ხო არ არის მომზადებული, არა? აი, კარგად მოусმინეთ და ნახეთ ეს რა დიდებულ ადგილს ეხება, ესე იგი, ბიბლიისას და რა პრაქტიკული არის ჩვენთვისაც. აი, ახლა მიხვდები ჩვენ, რატომ არის რომ ჩვენ საერთო ვერ გვექნება, იცით? იმ ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან, ამ დროს ძალიან ბევრი საკითხი, ხომ? ჩვენ გვაშორებს მათთან და ვერანაირად ჩვენ ურთიერთობაში ვიქნებით, მაგრამ ზიარებაში, რომ მათ ძმები უწოდოთ ქრისტეში, არ გამოვა, არ შეიძლება. ძალიან საინტერესო კითხვა არის და ძალიან საინტერესო პასუხი. მონიშნეთ, გთხოვთ ეს თქვენს იმაში. მე იძულებული ვარ, რომ ეს თავი მთლიანად წავიკითხო. ეხება იოანეს სახარის მე-17 თავს, რომელშიც იესო ლოცულობს, ალბათ ეს არის მარგალიტი მთელ ბიბლიაში, როცა აი ამ ხელა ლოცვა მხოლოდ შემოგვინახა იოანემ მისმა საყვარელმა მოციქულმა და აქ გამოტოვებას არ ექნება ადგილი. და მე კითხვასაც ჩვენ მოვისმენთ და მიხვდებით თუ რაზე არის აქ ლაპარაკი. მე ესე დავასათავრე, რა უშლის ხელს იესო ქრისტეს ამ ლოცვას, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენა ვართ ერთი. და ნახავთ კონტექსტში ახლა ამას ყველანაირად თქვენ მოისმენთ. კიდევ ერთხელ მე მადლობა უფალს, რომ რა ვიცი, ჯონ მაკარტურს ესეთი ნიჭი მიცა და ესეთი შრომა გაწია, რომ მე ყოველთვის შემიძლია თქვა, რომ ის ძალიან მეხმარება, რომ მაახლოვებს მამა ღმერთთან და იესო ქრისტესთან ყოველი მისი საუბრები. სიმართლე გითხრათ, ეს კარგად არ მახსოვდა ეს კითხვა, რომ აი ესეთი ნაყოფიერ პასუხს გაცემს, აი ძალიან სპონტანურად, ხო, არ წელოდებოდა და როგორ მომზადებულად, როგორ კარგად შეხვდება ამას. აი მოდით მოვუსმინოთ ახლა ჩვენ ამას. გამარჯობა, მე ვარ ბრაიანი, გამარჯობა ბრაიან. ჩემი კითხვა ეხება ქრისტეს ლოცვას იონეს სახარების მე-17 თავში, სადაც მან თქვა, რომ როდესაც სრულყოფილი ერთოიანობა მიიღწევა ყოფილ და მომავალ მორწმუნეებს შორის, სოფლიო გაიგებს, რომ ის ღმერთმა გამოგზავნა. მე წავიკითხავ ჯერ ამ თავს, სანამდე ბრაიანის კითხვას გავაგრძელებ. ამ ლაპარაკის შემდეგ იესომ, ეს არის საიდუმლო სერობის დროს და მე ამბობენ, რომ ისინი გავიდნენ უკვე ბაღშიც, სადაც გააგრძელეს ეს პროცესი. ამ ლაპარაკის შემდეგ იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდო შენ. ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება. რათა ყველას, უკაცრავად, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდე შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც მოავლინე, იესო ქრისტეს. მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად. ახლა კი განმადიდე შენით მამაო, იმავე დიდებით, რაც წუთის სოფლის გაჩენა მქონდა შენთან. გამოუცხადე შენი სახელი იმ ადამიანებს, შენ რომ მომეცი წუთის სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი, მე მომეცი და დაიცვეს შენი სიტყვა. ახლა შეიცნეს, რომ რაც მომეცი, ყველაფერი შენგანაა. ვინაიდან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ მივეცი. მათ კი მიიღეს და სნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი და ირწმუნეს, რომ შენ წარმომგზავნე. მათთვის გთხოვ, წუთის სოფლისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მე მომეცი, რადგან შენები არიან ისინი. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი ჩემი და მე მათში განდიდდი. მე აღარა ვარ წუთის სოფლში, ისინი კი წუთის სოფლში არიან. მე შენთან მოვდივარ, წმინდა მამაო, შენი სახელი დაიცავი ესენი, შენ რომ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ. აი ამაზეც მიაქცეთ ყურადღება, ამაზე ლაპარაკობს ჯონ მაკარტური. რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ. ვიდრე მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი და დავიცავი. არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვლაპარაკობ წუთის სოფელში, რათა სრული იყოს მათში ჩემი სიხარული. მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთის სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთის სოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთის სოფლისა. არ გთხოვ, რომ წუთის სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ რომ დაიცვა ბროტისაგან.
წუთისოფლისაგან არ არიან ისინი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისგან. განწმინდა ისინი ჭეშმარიტებით, შენი სიტყვა ჭეშმარიტება. როგორც შენ მომავლინე წუთისოფლში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფლში. ჩემს თავს გამწმედ მათთვის, რათა ისინიც განწმენდილი იყვნენ ჭეშმარიტებით. მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, ახლა იწყება ჩვენზეც საუბარი. მორწმუნეებზე და მომავალში. მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, აი ამაზე კიდე ლაპარაკი, რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნდოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე. აი ამაზე იყო კითხვა, ამის ირგვლივ იყო 21 მუხლზე. დიდება შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენა ვართ ერთნი. კიდევ ერთიანობაზე ლაპარაკი. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, სურს რომ სადაც მე ვარ, ისინიც შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე. მამაო მართალო, წუთისოფელმა ვერ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ წარმომგზავნე. მე განუცხადე მათ შენი სახელი და კლავაც განუცხადებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათშიც იყოს და მეც ვიყო მათში. ეხლა ბრაიანი აგრძელებს. მინდოდა მცოდნოდა, რას მიიჩნევთ ქრისტეს სხეულში ერთიანობის მთავარ დაბრკოლებად და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც ინდივიდუალურად ამ დაბრკოლების დასაძლევად, ჩვენი რწმენის ძირითად საკითხებზე კომპრომისების გარეშე. ნახეთ ბრაიანი რას ასვავს, რატომ არ არიან ქრისტიანები, თუ ქრისტე ერთი იყო, რატომ არის ამდენი დაჯგუფება, რამდენი არის დენომინაცია, გითხარით ადრეც 40,000-მდე არის სექტა და დენომინაცია თელ ქრისტიანობაში, 40,000-მდე. წარმოგიდგენიათ? ასე რომ აი ეს აწუხებს ბრაიანს და ძალიან პრაქტიკული კითხვაა და ნახეთ ახლა ჯონ მაკარტური რას პასუხობს. მადლობა ბრაიან, ძალიან კარგი კითხვა. ერთი წუთით აქ შეჩერდი და მე მინდა ამაზე ვისაუბრო იოანეს მე-17 თავზე. მე მხოლოდ მათთვის არ ვლოცულობ, ნახეთ მე-20 მუხლში. მე მხოლოდ მათთვის არ ვლოცულობ, ანუ მისი მოწაფეებისთვის კი არ ვლოცულობ და არამედ ყველასთვის, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს მეო. ესე იგი ყველასთვის, ვინც წაიკითხავს სიტყვას და მოისმენს მათ ქადაგებას და ირწმუნებს საუკუნეების განმავლობაში. და ვლოცულობ, რომ ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ მამაო ჩემში ხარ და მე შენში. ეხლა უნდა დავსვათ კითხვა. როდესაც ის ამბობს, ვლოცულობ, რომ ყველა ერთი იყოს. რაზე საუბრობს სინამდვილეში აქ? და მე უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, მე არ მჯერა ჯონ მაკარტურს, რომ ეს არის მარტო სურვილი, რომელიც არ ახდება. გასაგებია, იმიტომ რომ ძე არასოდეს ლოცულობს ისეთი რამისთვის, რაც მამას არ ასრულს. ასე არ არის? ეს გავს ზუსტად სულიწმინდას რომელთა მერვე თავში ახსენებს, რომ რასაც სულიწმინდა ლოცულობს, მან იცის, რომ ეს შეესაბამება მამა ღმერთის ნებას. ამიტომ ძე არასოდეს ლოცულობს ისეთ რამეზე, რაც მამას არ სურს და მის ნებაში არ არის. ძე მამის ნების შესაბამისად ლოცულობს, რომ მორწმუნეები ყველანი ერთნი იყვნენ ისევე, როგორც მამა და ძე ერთნი არიან. ხედავთ? ახლა მოусმინეთ ამას. როგორ არიან მამა და ძე ერთნი? ეს არ არის გამოცდილებით. ეს არსებითად ასეა. გესმით რას ამბობს? ისინი ერთნაირ ცხოვრებას იზიარებენ. ისინი ერთნაირ საერთო მარადიულ ცხოვრებას იზიარებენ. ამიტომ ის არ ამბობს, იმედი მაქვს, რომ ისინი უკვე ისევე კარგად შეეწყობიან ერთმანეთს, როგორც ჩვენო. არამედ ის ამბობს, სურს რომ ჩემმა კუთვნილებმა გაიზიარონ იგივე მარადიული სიცოცხლე, რასაც ჩვენ ვიზიარებთო. და ეს ლოცვა ყოველთვის ხდება, როდესაც ადამიანი გადარჩება. რადგან როდესაც გადარჩები და მიიღებ იესო ქრისტეს, სიტყვით შენ უკვე მოზიარეობაში ხარ საერთო მარადილ სიცოცხლესთან. და შენ ამბობ, შეიძლება რას გულისხმობ ამაში? უპირველეს ყოვლისა, შენ რომ ხელახლა იშვი ახალი ცხოვრებისათვის. შენ ახალი შობა გაქვს უკვე. შენ შედიხარ ახალ ცხოვრებაში, ძველი მოკვდა და ყველაფერი ახალი გახდა. ეს ახალი სიცოცხლე ხასიათდება ღვთაებრივი ყოფნით, რომელიც შენში მკვიდრობს. ასე რომ შენ როგორც მორწმუნეს, შენში ღვთის სიცოცხლე მკვიდრობს უკვე შენ სულში. ახლა შენ ფლობ საუკუნო სიცოცხლეს.
სიკვდილის შემდეგ კი არ იღებ მარადილ სიცოცხლეს. შენ უკვე ახლვე დედამიწაზე იძენ ამას. შენ ახლავე გაქვს. გასაგებია, სინამდვილეში ხსნა, ჩვენი ხსნა, აი როცა ბრუნდები და ახალი დაბადება, უფრო დიდი ტრანსფორმაციაა, ვიდრე სიკვდილის შემდეგ. სიკვდილის დროს ჩვენ უბრალოდ ვკარგავთ ამ ხორცს, სხეულს. მაგრამ ჩვენი სული უკვე ტრანსფორმირებულია. ჩვენ უკვე ახალი ქმნილება ვართ. ხსნის დროს, როცა შენ იღებ იესო ქრისტეს და იბადები, შენი შინაგანი სამყარო მთლიანად გარდაიქმნება. ახლა შენში უკვე ღვთის სიცოცხლეა და სწორედ ამიტომ ამბობს პავლე, მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული, მე მოვკვდი, მაგრამ მაინც ცოცხლობ და მაგრამ არა მე, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ამგვარად იესო ამბობს, მამაო, მე მინდა რომ ეკლესიას კონდეს იგივე სიცოცხლე, რაც ჩვენ გვაქვსო და მამა ღმერთმაც უპასუხა ამ ლოცვას. და ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე ენდობა და ირწმუნებს იესო ქრისტეს, ის იღებს იმავე მარადილ სიცოცხლეს. ხედავთ, ეს არის ამის ინტერპრეტაციის ერთადერთი გზა, რადგან იესო ამბობს, რათა ისინი იყვნენ ერთი, როგორც შენ და მე, მამაო, ვართ ერთიო. საქმე იმაში არ არის, რომ ისინი ერთნი არიან, რადგან ისინი ასე კარგად ეწყობიან ერთმანეთს. არამედ იმიტომ, რომ ისინი ერთნაირნი არიან არსებითად, არსებითი ცხოვრებით იზიარებენ ერთნაირ ცხოვრებას. და ის ამბობს, მე მინდა რომ ჩემმა ხალხმა გაიზიაროს იგივე არსებითი ცხოვრებაო. და ეს არის ხსნის ერთ-ერთი საოცრება, საოცარი საოცრება. ახლა როცა ქრისტიანი საქმე იმაში არ არის, რომ მე უბრალოდ ახალი რელიგია მივიღე. როცა შენ ქრისტიანი ხდები, ეს არ არის ახალი რელიგია. და საქმე იმაში არ აქვს, რომ მე მაქვს ახალი რწმენის სისტემა. საქმე იმაშია, რომ მე მაქვს სრულიად ახალი ცხოვრება. და არც ერთი რელიგიას ანალოგია არ აქვს. ჩვენ ასე ვსაუბრობთ ამაზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, ხელახლა დავიბადე, ხელახლა შობა. იმიტომ რომ ახლა ღვთის სიცოცხლე მკვიდრობს ჩემში. მე ვარ სულიწმინდის ტაძარი, რომელიც ჩემში ცოცხლობს და მე ვარ მარადიული სიცოცხლის, ღვთის სიცოცხლის ფლობელი და ეს სიტყვასიტყვით წმინდა წერილს მრავალ სხვადასხვა ადგილას ეპისტოლეებში ვლინდება. ახლა ამის თქმის შემდეგ ვიტყვით, რომ ლოცვა შესმენილი იქნა, რომელიც იესო მილოცა და ის ყოველთვის შესმენელია, როცა კი ვინმე ირწმუნებს. და ვიცით, ბევრი ადამიანებოს, იცით, იესო ლოცულობდა, რომ ჩვენ ერთი ყოფილიყავი და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ხალხო, ეს იესოს გულს უნდა ტკენდეს, რადგან მისი ლოცვა არ არის შესმენილიო. მომისმინეთ, ეს ასე არ არის. ეს არ არის სწორად გაგებული. ის რისთვისაც ის ლოცულობდა უკვე რეალობაა, ყოველ ჯერზე, როცა კი ვინმე გადარჩება, ის ერთი ხდება ქრისტესთან, ერთი ხდება მამასთან. იმდენად, რომ პირველ კორინთელებში მე-6 თავის მე-17-ში გახსოვთ რას ამბობს, თუ მე ძავს უერთდები, შენ იცოდე, რომ ამითი ქრისტესაც უერთებ ამ მეძავსო. ასე რომ ის ვინც უფალს შეუერთდა, ერთი სულია. ეს არის ქრისტიანობის საოცრება. ეს არის ქრისტიანობის ყველაზე უნიკალური თვისება. რომელთა მერვე თავში პავლე ამბობს, ღვთის შულთა დიდებული გამოცხადება ჯერ არ მოხდარა და ამიტომ სამყარო არ იცის, თუ ვინა ვართ ჩვენ. გულისხმობ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ მათნაირები ვართ. მათ არ იციან, რომ ჩვენ უკვე უცხო პლანეტელები ვართ. ჩვენ ვართ ნამდვილი უცხო პლანეტელები და ეს სრული სიმართლეა. ჩვენ ვართ ნამდვილი უცხო პლანეტელები ამ ქვეყნად მოვლენილი. ჩვენ ვართ ერთადერთი უცხო პლანეტელები, სხვა უცხო პლანეტელები არ არსებობენ. ჩვენი მოქალაქეობა აქ არ არის. ამიტომ ჩვენი სიცოცხლეც აქ არ არის მიწაზე ადამიანებთან. ჩვენ ამ სამყაროს უცხო პლანეტელები ვართ. ჩვენ ვართ რეალური ადამიანები გარე კოსმოსიდან. მაგრამ მათ ეს არ იციან და ვერც გაიგებენ. მანამ სანამ ღვთის შულთა დიდებული გამოცხადება არ გახდება ცნობილი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას. და ატაცებული რო ვიქნებით. ახლა ამასობაში და ვიცი რომ ეს უკვე თქვენი შემდეგი კითხვა, ჩვენ ყველანი რატო არ ვართ კარგად და ვერ ვეგუებით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე საერთო მარადიული სიცოცხლე და ამიტომ თქვენ კითხულობთ, რა არის ამაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება და რა შეიძლება ამაზე გავაკეთოთ? რატო ხდება ეს? ეხლა სანამ ამაზე გადავიდოდე, ნება მივუძოთ რომ გითხრათ, რომ ამას წინებზე ფიქრობდი და მინდოდა გამეზიარებინე ჩემი უფროსი მეგობრისათვის, რომ უფრო და უფრო ჯერა რომ მალე წითელ წინში ვიქნებით შესატანი მეთქი. აი ეს განცდა, უცხო პლანეტელების განცდა, რომ ხედავ რომ ჩემი მეგობრებიც ეხლა ხანაც გავიგრო პიროვნება გარდაცვლა, ხომ?
რომ უფრო და უფრო, ესე იგი, მქონდა შეხვედრის საშუალება, მთელი ღამეც გამათევინეს, მალაპარაკეს და ეხლა ხან გავიგე, რომ ის პიროვნება გარდაცვლილა. ნახეთ, რამდენ ადამიანს მიეცა საშუალება, მაგრამ ჩვენ უფრო და უფრო გაუგებარი ხდებით სამყაროსათვის. და ესე იქნება, და თუ ვინმე ტაშ გიკრათ და ვინმე გიგებთ, ჩათვალეთ, შეამოწოთ თქვენი ქრისტიანობა. მით უმეტეს, როცა ეს ნაციონალურ და ეროვნულ ხასიათს იგებს და ამერიკაში კიდე რომ ამდენ მილიონობით ადამიანი ვითომ ტრამპი აირჩია. ეხლა ჯონ მაკარტური აგრძელებს მინდა დაუბრუნდე ამას. რა არის დაბრკოლება? ორი დაბრკოლება არის, ამბობს ის. პირველი დაბრკოლება თეოლოგიური დაბნეულობა და ისინი აუცილებლად ამ თანმიმდევრობით არის, მაგრამ პირველი რაც ართულებს ურთიერთობაში შესვლას და მოზიარეობას ადამიანებთან, ქრისტიანებზეა ლაპარაკი, არის ის, რომ ზოგიერთ ადამიანს ესმის ჭეშმარიტება, ზოგიერთს კი არა. ამიტომ ძნელია მათი ერთმანეთთან კავშირი. თუ მათ ეს არ ესმით, ძნელია მათთან მოზიარეობაში იყო. მაგალითად, მე მჯერა რომ ბიბლია აბსოლუტურად ღვთისმსიტყვა. ყველას ყველა აბსოლუტურად გამოუტოლო და ის უცნობელია. რომ ის შთაგონებულია, რომ ღვთის ყველა სიტყვა ჭეშმარიტია და ორიგინალია, იქ ავტოგრაფები. ყველაფერი აბსოლუტურად ორიგინალურია. ეხლა ვიღაცა მოდის და ამბობს. მე არ მჯერა ამისი. მე ქრისტიანი ვარ, მე მჯერა სახარების ნაწილის, მაგალითად მართლმადიდებლები, კათოლიკეები. იცით ხომ ესეა? და ძალიან ბევრი უკვე მივიდა უკვე ბევრმა სასწავლებიდანაც გაცხრე ლიბერალებმა. რაღაც ის ჯერათ, ძველი აღთქმის არ ჯერათ. ნახეთ? მე მჯერა სახარების ნაწილის, მაგრამ არ მჯერა მეორე ნაწილის. ვითომ პავლეს დაწერილის არ მჯერა, პეტრეს მჯერა. მე მომისმენი ესეთი. ასე რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთთანამსახურებაში დაკავშირება ძალიან გამიჭირდება. მეთანხმებით თუ არა? ან თუ მე მჯერა რომ ღვთის სული ღვთის სიტყვით მოქმედებს და თქვენ გჯერათ რომ ღვთის სული ენების ლაპარაკით ეს პენტაკოსტელები და 50-იანლები გაგვიჭირდება ერთად ყოფნა. ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ სახურებაში ხელების ხელდასხმა გაგვიჭირდება, რადგან ორი განსხვავებული განწმენდის პარადიგმა გვექნება ჩვენ და ორი მიმართულებით წავალთ. ასე რომ პირველი საკითხი ეს არის ჭეშმარიტამდე მისვლა და ეს ცხადია ჩემთვის და ვეუნები ყველას. მოდით და ჭეშმარიტება გამოვავლინოთ. ვაღიაროთ რა არის ჭეშმარიტება. მაგრამ დღეს ხალხს სიმართლე აღარ მოსწონს. მე მგონი იცით რომ მე ყოველთვის ცნობილი ვიყავი როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს თითქოს და საკუთარი შეხედულებები. ფიქრობ რომ ეს ალბათ სამართლის შეფასება, მაგრამ არ ამგონია ოდესმე ისეთი უსიამოვნო ყოფილიყავი ქრისტიანული კულტურის მიმართ, როგორიც მე დღესა ვარ. რადგან მე ვხედავ ირგვლივ ძალიან ბევრმა ქრისტიანებმა შეიძინეს პოსტმოდერნული მენტალიტეტი. რომ თითქოს არ არსებობს ფიქსირებული ჭეშმარიტება. და ამბობენ, ეს შეიძლება იყოს ჭეშმარიტი თქვენთვის ჯონ მაკარტურ, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტი ჩემთვის. ეს შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ვიღაცისთვის, მაგრამ ის არ იყოს ჭეშმარიტი მავანისთვის. ანუ ფარდობითია ჭეშმარიტება, რელატიური. ეხლა შემდეგ კითხვა მოდის, როგორ შეხვდებით ერთმანეთს ერთობლივ მსახურებაში, თანაზიარებაში, როცა ჭეშმარიტებაზე თქვენ სხვადასხვა აზრი გაქვთ და ვერც კი თანხდებით. ეს უბრალოდ ძალიან რთულია. სინამდვილეში ზოგიერთი რამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. შეგვიძლია ახლა მე მქონდეს პირად დონეზე რაღაც კონკრეტულ მოძღვართან, გარკვეულ ქრისტიან ლიდერებთან ურთიერთობა, გარკვეულწილად პირადი ზიარება. მაგრამ თუ მოვთხოვთ მათთან ურთიერთ ელემენტარულად თანაზიარებას უკვე ეკლესიაში, საკრებულოში, მე ძალიან გამიჭირდება ამის გაკეთება. იმიტომ რომ მე ფარულად ვერაფერს ვერ დაუჭენ ხარს, რასაც ისინი იცავენ და ქადაგებენ. რაც მე არ მიმაჩნია სიმართლედ და ამას მე ყოველთვის ღიად ვილაპარაკებ. ღიად ვილაპარაკებ, აუცილებლად ქაოსს შეიტან იმ გაერთიანებაში და იქნება კონფლიქტი. ამიტომ პირველი საკითხია ჭეშმარიტებასთან თქვენი მიდგომა და სანამ ჩვენ არ მივალთ, სანამ ეკლესია არ დაინახავს პირველ რიგში ჭეშმარიტების მნიშვნელობას, არ გაიგებს ამ ჭეშმარიტებას, არ აღიარებს ამას, არ დაიცავს, მას გაუჭირდება ერთად ყოფნა. ეხლა მეორე რაც დამაბკოლებელია, ეს არის ცოდვა. სადაც არ უნდა გქონდეთ ცოდვა.
და რანაირიც არ უნდა იყოს სოდვა. იქ ჩათვალეთ, რომ თანაზიარებაში უკვე ბზარი არის შესული. ახლა სანამ ამ პლანეტაზე ვართ, ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი ადამიანი მთლიანად გარდაიქმნა, გარეგანი ადამიანი ჩვენ ვიცით, რომ კვლავ იბრძვის და ამას პავლე მოციქულიც გვეუბნება. ჩვენ ყოველთვის გვექნება ბრძოლა ამ ჭეშმარიტებასთან და გვექნება ბრძოლა ცოდვასთან. და ეს არის ის, რაც ჩვენ ხელს გვიშლის. საქმე იმაში არ არის, რომ ჩვენ ეს არ გვინდა. საქმე იმაში არ არის, რომ სიყვარული არ აგვაქვს. თუ გარკვეულ სიტუაციას წავაწყები ვიტყვი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ზოგი იტყვის უცებ, ეს განხეთქილებაა. ეს განხეთქილებას არ იწვევს. ეს პირიქით გამაერთიანებელია. რადგან ჩვენ ვერასოდეს ვერ შევიკრებით როგორც ეკლესია, თუ ვინმე იქ ტყუილს ასწავლის და ჭეშმარიტება იქ არ არის. ამიტომ ჩვენ არა გვაქვს ერთად ყოფნის საფუძველი. სიმართლე უნდა ვთქვა, შემდეგ შეგიძლია სიყვარული თქვა, მაგრამ თუ სიმართლეს არ ამბობ, მაშინ სიტყვით უნდა გაჩვენონ თქვენ ეს, რომ ეს ასე არ არის. და გახსოვთ პავლე რას ეუბნება ტიტეს. პირველად რომ მიპოვი ერეტიკოს, მიმართე მას და მეორედ და თუ არ გიპასუხებს, ისე მიმართე, მესამედ კი ეკლესიიდან გააგდეო. რადგან ეკლესია ვერასოდეს შეიკრიბება, სანამ იქ ერესი არსებობს. და ეს რა თქმა უნდა უკიდურესობა, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს ჭეშმარიტების შეუსაბამობა და ჩვენ ყოველთვის ვერ დავეთანხმებით ყველაფერში ადამიანებს, არსებობს დიდი რამ, რაც ჩვენ ყოფს და ისინი დაკავშირებულია პირველ რიგში დიდ დოქტრინებთან, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ერთიანი. დოქტრინები როგორიცაა სამების ცნება, ქრისტეს ხასიათი, გამოსყიდვა, მადლი, რწმენა, აღდგომა, განწმენდა, სულიწმინდის მოქმედება, წმინდა წერილი, უცდომელი და შთაგონებული. ესენია ძირითადი დოქტრინალური საკითხები, თუ ამაში ჩვენ თანხმობა არ აგვაქვს, გაერთიანება გამორიცხულია. და როდესაც ამ საკითხებს ვაწყდებით, მაინც გვიწევს ჩვენ ცოდვის საკითხთან ბრძოლა, რადგან ცოდვა შეიძლება ძალიან დიდი განხეთქილების მიზეზიც იყოს. გასაგებია, იმედი მაქვთ, რომ ეს დაგეხმარება ბრაიან. დიდი მადლობა ჯონ ამ პასუხისათვის.